სად არის? ბოლოს ვიღაც მოხუცებულ კაცს ვაკითხინეთ, რა ამბავია, რისთვის ეძებდო? ვისაც შეეკითხა, იმან არ დამალა, ასე და ასეა საქმეო. მაშინ ბალიკმა ნიშანი მისცა, ლოხა სახურავის გამირზე ჩამოახჩვეს და იქაურობას გაეცალნენ. როცა გადათვლა, გადმოთვლა მოგვბეზრდა, ახლა სხვას დავავალეთ. უთხარი, სხვენებში ნახეთ თქო. იპოვნეს ყულზე ჩამოკონციელებული ლოხა. არაფერი. ერთადერთხელ მოვიდა გამონძიებლები ჯგუფი, რაღაცაები მიიკითხეს, როგორც მე ვფიქრობ, თვითმკვლელობა გააფორმეს და ეგ იყო. ძალიან კარგი. ეხლა გეგმის მიხედვით. იზოლატორიდან რომ გამოგვიყვანეს იმ უზარმაზარი ლატვიელი ექიმის დასამარხად. როგორი იყო? რა გვარისა იყო ის საცოდავი? როზენბერგი. უშველებელი კაცი იყო სიმაღლითაც და სისქითაც. მაღალი წნევა ჰქონდა, სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. ვისხედით აბრეკ ბათოშვილი, ახმედ იბრაგიმოვი, აზერბაიჯანელი ექიმი, რომლისთვისაც ფერშლობის მეტი ვერა და ვერ გაიმეტეს რაიმე, მიტია დანგულოვი და მე. როზენბერგი გერმანული წარმოშობის ლატიში იყო. გვიანი ღამეა. კაიხთის მძინარეები ვიყავით, კარი გაიღო. ჩაიცვით და წამოდითო. უფროსმა ზედამხედველმა. შევყოყმანდით. ასეთი გაყვანები კალიმაზე პროვოკაციულიც იყო ხოლმე. გაგიყვანდნენ ზონის გარეთ, თვითონ საითმე რაიმე სამუშაოს შესასრულებლად გაგიხსნიდნენ ცეცხლს და გაგაფორმებდნენ პრიპაპიტკი გბექსტუ. გამოუსწორებელთა ხვედრია. უარი ვთქვით გასვლაზე. აგვიხსნა. როზენბერგია დასამარხი. საშიში არაფერია, ნუ ჯიუდობდო. ვიფიქრებ თქო. მოკეტა კარი. წავიდა. 15 წუთში ისევ დაბრუნდა. ამ დროისთვის გადაწყვეტილი გქონდა, გავსულიყავით, რაც იქნება პრინციპით. ეს ის პერიოდი იყო, როცა ძველებურად კი არ მარხავდნენ მკვდრებს. ფერზე ნომრიან გვარსახელიანი ბირკა და ლეიბისპირი კუბოთ. დირექტივა იყო ადამიანურად, ხის კუბოში ჩაეწვინათ მიცვალებული. გავედით, ვახტასთან მოიტანა ცხენურმით კუბოში მწოლარე ექიმი როზენბერგი კრიშკა პისკუნმა. გავიყვანეთ ალაყაფსიქით. 6 სალდათი და მეძაღლე დაგვიხვდა ძაღლითურთ. ცალკე აღნიშნვის ღირსია, რომ საბანაკო სასაფლავები გზიდან და საერთოდ დასანახიდან თვალს მიფარებული პარე 2 კილომეტრის დაშორებით ჰქონდა ბანაკის ადმინისტრაციას. კიდევ ერთი დეტალი. ადმინისტრაციამ ყოველთვის იცის ზამთრის მანძილზე რამდენი მიცვალებული ეყოლება. სხვადასხვა სახის სამუშაოს თავისი ნორმები აქვს. ბანაკის უფროსმა წინასწარ უნდა გასწიოს თადარიგი. ვთქვათ, ტყის ჩეხვა ყოველ 1000 კუბურ მეტრზე ამდენსა და ამდენ მიცვალებულ პატიმარს მოითხოვს. მიწის სამუშაოები ამდენსა და ამდენს და სხვა. ზამთარში მიწა გაყინულია, ამიტომ საფლავების თხრა ზაფხულში ხდება. წინასწარ ნავარაუდები რაოდენობით. ამას პახარონნაე ბრიგადა ასრულებს. ისე რომ ადმინისტრაციას ამ მხრივ პრობლემები არ აქვს. მოხიდა ხელი დანგულოვმა აღვირს და გაუდექით გზას 7 ძაღლიანი საპატიო ესკორტით. კოლიმა სუმკების ქვეყანაა. პირამიდული წვეტიანი გორაკებისა და მთებისა, აღმართ-დაღმართიანი, ძნელად სასიარულო რელიეფით. სასაფლაო სასახლევამდე შორი არ იყო, მაგრამ იქიდან სამარემდე კაი 2.5-3 კილომეტრი უნდა გვეტარებინა კუბო. ანუ 4 სქელი ნედლი ფიცარი, შიგ 150 კილოგრამიანი მიცვალებულით აღმართებში, სოპკებს შორის. 4 ვიყავით, 4-ვე 10 დღე იზოლატორის ულუფაზე ნაჯდომები. დღეში 300 გრამი პური, 2 დღეში ერთხელ 9 ლიტრი წყალწყალა ბალანდა. დუღარე წყალი. განუსაზღვრელი რაოდენობით. როგორია? ასე რომ მივჩამჩალდით, გადმოვიღეთ კუბო დიდი ხვნეშითა და ვაივაგლახით. ავწიეთ, გავიდეთ მხრებზე და დავიძარით. აღმართებში სასიარულო კილომეტრამდე იყო. მერე ზეგანზე გავიდოდით და იქაც ამდენი. ეგ არის 200 მეტრიც არ გვექნებოდა გავლილი დანგულოვმა და იბრაგიმოვმა შესვენება მოითხოვეს. არც აბრეკი და მე ვიყავით ჩიტებივით. შევისვენეთ, მაგრამ იმ სიმძიმე ტვირთის ხელახლა აწევა ძალიან გაგვიჭირდა. სალდათთაგან ერთ-ერთი რომ არა, ვერ გავიდებდით მხრებზე. მოკლედ გავწიეთ. 100 მეტრის შემდეგ იბრაგიმოვი წაიქცა და კუბომ დანგულოვი დაიტანა. ესენი პატარები იყვნენ.
წინაკაცებად გვყავდა. აბრეკი და მე, მაღლები, უკანაკაცებად ვიყავით. გამოვიხსენით კუბოს ქვეშიდან დანგულოვი შევისვენეთ და იმავე სალდათის დახმარებით ისევ შეუდექით აღმართებს. შემდგომ შესვენებაზე ბადრაგის უფროსმა იმ გულკეთილ სალდათს მიშველება აუგრძალა. თავად ატარონო. ამაზე ალიაქოთი ავტეხეთ, მაგრამ ბადრაგის უფროსი თავისაზე დადგა. რაღა იქნებოდა დიდის წვალებით ავწიეთ და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, როგორც ჩანს, თითოეული ჩვენთაგანის, ასე ვთქვათ, შინაგანი გადაწყვეტილებით აღმართები ავათავეთ, ზეგანზე გავედით, მაგრამ ვაი იმ გასვლას. ცოცხალ მკვდრები ვიყავით. თოვლზე დავეყარეთ და სულის მოთქმას კაი ნახევარი საათი მოვანდომეთ. კიდევ ვიწვებოდით ბადრაგის უფროსმა ლამის კონტახის ცემით წამოყვარა. პირადად მე მწოლარეს, ცოტად თუ ბევრად, ღირებული იდეები არ მებადება. უფრო ბოლთის ცემის დროს ვიცი კარგი რაღაცეების გამოგონება. აბრეკი პირიქით იყო. წამოწვებოდა და ცოტა ხანში ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, რომ შვიდევე ათენელი ბრძენიც კი პირს დააღებდა. ეხლაც ასე მოხდა. აბრეკმას თქვა: იდეა მაქვსო. რანაირი? ნაწილ-ნაწილ მივიტანოთო. ჯერ ხუფი, მერე კუბო და ბოლოს მიცვალებულიო. გაგვიხარდა კინაღა მახტაცების ტაში შემოვკარით. ავხადეთ ხუფი, გავიდეთ მხარზე. კილომეტრ ნახევარი დაუსვენებლად გავიარეთ. სამარის პირას დავდეთ. გამობრუნდით. თავად კუბო გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. ხუფი ორი განიერი ფიცარი იყო და შედარებით თხელიც. ეს ახალი ტვირთი 50 მმ-იანი სველი ფიცრებისგან შედგებოდა. ძალიან მძიმე იყო ხერი. იმდენად მძიმე, რომ რამდენიმეჯერ მოგვიხდა შესვენება და როცა მივიტანეთ და თოვლზე დავწეკით. ბადრაგის უფროსმა თითო კონდახი მართლა გვითავაზა. ადექით, თორემ დაგხვრეტოთო. წამოვჩანჩალდით, სვენებ-სვენებით მოვაწიეთ ცხედრამდე და დავსხედით. შორს ასე 500 მეტრის მოშორებით სინათლე კიაფობდა. ბანაკის წყალსაქაჩის ქოხი იყო. შევნიშნე იბრაგიმოვი წარამარა იმ სინათლეს გასცქეროდა და ბოლოს იდეა წამოაყენა. ყველა მოვიწონეთ იდეა. ბადრაგმაც კი. აბრეკმას თქვა: თქვენ დაისვენეთ. მე მოვიტანო. გაყვა სალდათი. წყალსაქაჩიდან აბრეკმა ცული მოიტანა. მისდგა იბრაგიმოვის საცუდავი როზენბერგის გვამს და 6 ნაჭრად დაჩეხა. 30-40 გრადუსიანი ყინვები იყო. გვამი გაყინულ გაქვავებული, მაგრამ იბრაგიმოვმა საქმის ცოდნით, ძველი ყასაბივით აღასრულა თავისი იდეა. დანგულოვი აღარაფრად ვარგოდა. ჩვენ სამმა ორგზობად მივიტანეთ როზენბერგის დანაწილებული გვამი. ამოვხვედეთ სამარიდან თოვლი, ჩავდეთ კუბო, ჩავალაგეთ როზენბერგი, დავახურეთ ხუფი და წამოვედით. მიწას გაზაფხულზე პახარონნაე ბრიგადა მიაყრიდა. არა, შენ ნაღდი იდიოტი ხარ. დურაკი. დურაკი კი არა, დურა. საცოდავის ზუბოვი დურაკს არ იტყოდა. დურას ეუბნებოდა მამაკაცს. ალბათ მეტი ეფექტისთვის. შენთვის დურა არასოდეს უთქვამს. დურა თუთიყუშმა მიწოდა. მართალია, მარტო მე არა, ჯგუფს, სადაც ჩემს გარდა 2 ქალი იყო, მაგრამ მეც ხომ მეხებოდა. ჩვენს ქუჩაზე გერმანელები ცხოვრობდნენ. ბარე 5 ოჯახი. ძროხები ჰყავდათ. მეზობელ მოსახლეობას რძითა და მაწვნით ამარაგებდნენ. ნისიად ბატონო. დეიდა ჩემიც ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა და თვის ბოლოს დედაჩემთან ერთად ფრაუ მაიერს ანგარიშწორებისთვის მიაკითხა. დედას თან ვყავდი. ამ ვიზიტის მერე სადღაც უნდა წავიყვანე. გონია კბილის ექიმთან. მივაკაკუნეთ კარზე, შიგნიდან მოისმა: ვაიდიტი პაჟალუსტა. შევედით. ოთახში არავინ იყო. ოქროსფერ გალიაში ჩამწყვდეული დიდი ჭრელი თუთიყუშის მეტი. უფროსები ჩამოსხდნენ. მე გალიასთან მივედი. ფრინველს თვალიერება დაუწყე. არ ვიცოდი ჩემი მისვლის გამო თუ სხვა რა მიზეზით იყო, თუთიყუშმა ღაღანი ასტეხა. დური პრიშლი. ამ კრიაღზე ფრაუ მაიერი შემოვიდა. ეზოში ყოფილიყო ძროხასთან. დაიწყეს ანგარიში და თუთიყუში ისევ თავისას მისდგა, მაგრამ ახლა უკვე მოსულთა სხვა შეფასებაც დაურდო. აბანშიციო. ადგა ფრაუ მაიერი, მივიდა გალიასთან, ფრინველს პატარა დირიჟორის წკებლასავით ჩხირი 1-2 უთავაზა, რაღაც წასჩურჩულა და თუთიყუშმა ბოდიში მოიხადა. პრინაშუ ისკრინიე იზვინენიაო. მაგრამ ეს უკვე ყალბი ნაბრძანები იყო. ინტონაციაზე ეტყობოდა. კაცო, ეს რამდენი საზიზღრობა და სისულელე გაიხსენე. აღარ გეყოფა? მართალი ხარ მეყოფა, კმარა. მოდი ამ ფიქრებს ერთი სასიამოვნო მოგონება დავაყოლოთ და ამით მოვრჩეთ.
იურა ქობულოვს რომ გადავეყარეთ მოსკოვში. ეს ქარი თუ გრიგალი ჩადგომას ჯერჯერობით არაპირებს და შიმშილსაც მოკლა უნდა. ეგ როგორ გამოდის იცი? ბოშებზე გამიგონია მანდრო ნანი. ბავშვებს რომ მოშივათ და საჭმელი არ არის. დედა სიმღერებს დაიწყებს. მანდრო ნანიო, ესე იგი პური არ არისო. მღერის დაშას სცემს, ბავშვებს სიმღერაში აიყურიებს და ყველანი კარგად არიან. ეხლა ჩვენ იურა ქობულოვისა მოვიგონოთ და შიმშილსაც მოევლება. დედმამის სიცოცხლეში იყო ტექნიკუმის პირველ კურსზე ჩემთან ერთად ჩაირიცხა იმ უზარმაზარი ჩეკისტის შვილი. ბაღჩო ქობულოვისა. სულ რამდენიმე თვე იარა და მიატოვა. ან მიატოვებინეს სწავლა. ისე ქალაქში ხშირად ხედავდით და ვესალმებოდით კიდეც ერთმანეთს. მისი ტექნიკუმში ყოფნა იმით დამახსოვდა, რომ გოგია წულუკიძემ თამბაქოს კვამლის რგოლების გამოშვება იცოდა და მერე როგორ 30 მეტრგოლს გამოუშვებდა ერთი შესუნთქვითა და ზედიზედ. სანაძლეოს უდებდა ხოლმე გოგიას. აბა ამდენსა და ამდენ რგოლს თუ გამოუშვებო. სანაძლეო ფულადი იყო. რაც იურა ქობულოვს თავს აყრელად ჰქონდა, თავისი მამისა და ოჯახის წყალობით. რას არ მოიგონებს ბავშვი ცნობის მოყარეობისა თუ აზარტის დასაკმაყოფილებლად. იურა ქობულოვი ტექნიკუმის დატოვების შემდეგ 2 წელიწადი იქნებოდა გასული ქალაქიდან გაქრა. ამბობდნენ მამამისმა შინ სახკომის რაღაც კურსებზე გააგზავნა რუსეთშიო. ბევრი წელიწადი გავიდა, 10 თუ 12. ბელორუსიაში მსახურობდი, მოსკოვს ჩამოვედი საქმეებზე. გორკის ქუჩაზე სანაყინეში ავედი. მეორე სართულზე იყო. სანდე მოვითხოვე. ეს ნაყინი მიყვარდა და მოსკოვში ყოფნისას უსათუოდ მივირთმევდი ხოლმე. ის იყო მომიტანეს უშიშროების სამსახურის მაიორი იური ბახჩოძე ქობულოვი 2 კეკლუცი გოგონას თანხლებით შემოვიდა. შემოვიდნენ მაგიდას მიუსხდნენ სწორედ ისე რომ პირისპირ და ახლოს აღმოჩნდით. ერთხელ შემომხედა და მაფიქსირა. მერე ნაყინის მირთმევის დროსაც შემომხედა. სახეზე ღიმილი თუ ღიმილის მაგვარი შემოეფინა. ორი აზრი არ არსებობს მიცნო. ახალგაზრდები ვიყავით, გასული დროის მანძილზე ჩვენს გარეგნობას რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განუცდია. მერე და მე თუ იმ წამსვე ვიცანი რატომ უნდა დამეშვა რომ მან ვერ მიცნო. რა უნდა მექნა, გავსულიყავი? არ შეიძლებოდა. იმედის მცირე ნასახი მაინც მრჩებოდა რომ ვერ მიცნო და ტანი, სიარული, მანერები დამენახვებინა? როგორც ხშირად მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, იღბალს ვენდე, რაც იქნება მეთქი და სანდე კიდევ მოვითხოვე. მეორე მხრივ, ის გაქცევა არამც თუ ხმაურიანი და შედეგებიანი იყო, რომდენადაც მას 5 თუ 6 ჩეკისტის კარიერა შეეწირა, არამედ იმ 4 წლის მანძილზე გაქცეული რომ ვიყავი, ჩემს საპოვნელად 4 საკავშირო და 4 საზღვარგარეთული ძებნა იყო განხორციელებული. იურა ქობულოვს, როგორც ლუბიანკის თანამშრომელს და თავისი მამის შვილს, შეუძლებელია არ სწოდნო და ძებნილი რომ ვიყავი და უკვე ვთქვი, ისიც შეუძლებელია ვერ ვეცნე. არაფერი მიირთვეს ნაყინი. იურა ქობულოვმა კიდევ ერთხელ შემომხედა და წავიდნენ. ბევრი დრო გავიდა. უკვე განთავისუფლებულსა და თბილისს დაბრუნებულს ერთ-ერთ სუფრაზე ვინმე ბერიძე გამიცნო. წარსულში, ანუ მაშინ, როცა ქობულოვები ჯერ კიდევ არ იყვნენ დარბეულ დახვრეტილები. მათთან ახლო დამოკიდებულებები ჰქონდა. იურა ქობულოვი რაღაცნაირად გადარჩენილა და ბერიძისთვის სანაყინეში ჩვენი შეხვედრის ამბავი უთქვამს. არ გამცა. მისი ასავალ-დასავალი ვეღარცად ვნახე. მადლობა მინდოდა მეთქვა. ქარი შენელდა. ჩვენი გზა ვნახოთ გორავ. ერთი რამ ვიცოდი ნამდვილად. ბანაკებში დარდი არასოდეს და არაფრის ამქონია, იმიტომ რომ გარეთ მყოფთათვის არაფერი შემეძლო. გათავისუფლებულს 1000 საზრუნავი უნდა დამწოლოდა. თითქმის ისე, როგორც ყოველი გაქცევის შემდეგ ხდებოდა ხოლმე. მივიღე ლიტერი, თბილისამდე პროდუქტები მშრალად, ქაშაყი, ბურღული, 3 დღის ულუფა შაქარი, მარილი, ზეთი და ფქვილიც, პურის ნაცვლად. გამომცხვარი ჯერ არ შემოუტანიათო. ესენი იქვე დავტოვე. სადგურში ლიტერი ჩავაბარე. ფული დავუმატე და მოსკოვამდე რბილი ვაგონის ბილეთი ავიღე. შედარებით რიგიანად მეცვა. კარგი ჩემოდანი მქონდა. ვიღაცისგან ნაყიდი თუ ნაჩუქარი. არც ფულის ნაკლებობა იყო. რუსეთის საქმეები მელოდა. კარგად ხანს ვაგროვე. ღამის 2 საათზე ჩამოდგა მატარებელი. ავედი. ჩემი კუპე მოინახა.
შევედი. 3 ადგილი დაკავებული იყო. მე-4 მარცხენა ზემოთა, მე მეკუთვნოდა. დავბინავდი და მალე ჩამეძინა კიდეც. გათენდა, გამომეღვიძა. იმიტომ კი არა, რომ ბანაკური ჩვეულება მქონდა ასეთი. საუბარმა გამაღვიძა. თვალი არ გამიხელია მივაყურე. ჩემს პირდაპირ ზემოთ საწოლზე კაცი რომ იწვა, ქვეითამ გზავრებს ელაპარაკებოდა. გავარკვიე ცოლ-ქმარი კამჩატკიდან მოემგზავრებოდა. შებულება ჰქონდათ. ქმარი ავიაციის პოლკოვნიკი. ამის კითილსა და სამხრეთს შემოსვლისთანავე მოვკარი თვალი. ცოლი მასწავლებელი. ცნობის მოყარე მოსაუბრე, იაკუტ ალმაზის მომარაგება გასაღების, სამმართველოს უფროსის მოადგილე, ნათლად გამოხატული ებრაელი. გავახილე თვალები. სალამი ვთქვი, ჩამოვხდი. საჭირო ადგილები მივიარე, როცა კუპეში შევბრუნდი, თანამგზავრები ჩაცმული და ბანილ დავარცხნილნი დამხვდნენ. გამიკვირდა კიდეც ასე მალე რანაირად მოასწრეს მეთქი. საუბარი გაიბა, ამ თის, იმ თის. იაკუტ ალმაზის მესვეურს ცმუტვა შევატყვე. უკეთ თქვათ, ერთთავად რაღაც შეკითხვა აწუხებდა. კინაღამ უთხარი მკითხე რა გაინტერესებს მეთქი. არ ვიცი ჩემი მზადყოფნა დააფიქსირა თუ შესაფერი მომენტი მოიხელთა, თვალი ცოლკმისკენ გადააქანა და მკითხა, ავიკვდო? Давпихтине, Дави, виновар метки да миуге. Я никто. Можно сказать, студент. Не студенческого возраста. Ритац цолквრის გამახვილებული ყურადღება და შეწმუნება გამოვიწვიე. იაკუტ ალმაზის კაცმა ოდნავ გაიღიმა. ეს ისეთი ღიმილი იყო კაცი მიზანს რომ მიაღწევს და კმაყოფილია. Как никто? Почему студент? Не студенческого возраста. Китха калма. Сидел в тюрьмах и лагерях со студенческих лет. А вчерашний день. Пасухи აღარ დაუგვიანე. საკვირველი რა მოხდა? 10-15 წუთის მანძილზე კუპეში ვაგონის ბორბლების გრიალის მეტი ხმა არ გაჭაჭანებულა. იაკუტ ალმაზიც კი განაბული იჯდა. მერე ცოლკმარმა ბარგი აკრიფა და იქაურობა დასტოა. იაკუტ ალმაზმა ისე გაიხარა, ვითომ ძვირფასი საჩუქარი რამ მიიღო. გადმოიღო საჭმელ სასმელი და დიდი კეიფი შევქმენით. პირველი ჭიქის დალებისთანავე მითხრა, ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა. განგებქენიო. მიშა ერქვა. თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ცოლკმარი სალდაფონები, ანტისემიტები და შხამიანი კომუნისტები აღმოჩნდნენ. რამდენიმე დღის თანამგზავრობაში ეს ღირსებები უკიდურესად გამოამჟღავნეს და მანამდე ვერაფერს გავხდი. ახლა მაინც ხომ უნდა მეხვნა რამეო. ღმერთო ჩემო, რანაირად მოიფიქრა. მოსკოვამდე აღარაფერი რჩებოდა. გამცირებელმა ბილეთები ჩამოატარა და მიშას შინაურულად კითხა. იმ ცოლკმარს ასეთი რა უქენით, რა ხანია ტალანში დგანანო. ძალიან გამიკვირდა. ისე გამიცალნენ, როგორც ჭირიანს. შემდგომში ასეთი დამოკიდებულება მრავალ გზის დავაფიქსირე. რუსეთში კარგა ხანს ვიტრიალე. ამეკვია და ჩემივე სიტყვები, იანიკტო. თბილისში 1961 წელს ხა დავბრუნდი. ჩემი თაობის ხელში იყო რესპუბლიკის მართვა გამგეობა. ძალიან დამეხმარნენ. კაცმა რომ თქვას, არც რაიმე მინდოდა იმ პატარა ოთახის მეტი. კონფისკაციის შემდეგ რომ მოგვცეს. ძველბინას ვერ მოვითხოვდი. საკუთარი სახლის ნახევარი იყო. ვიღაც ჩეკის მისცეს თუ მიხიდეს. ჭკვიანი კაცი გამოდგა. სამსახურებრივი მდგომარეობის წყალობით ადრევე გაიგო, რომ რეაბილიტაცია და ქონების დაბრუნება იყო მოსალოდნელი. ადგა და გაყიდა. თბილისელი საქმოსნების ოჯახმა შეიძინა ჩემი მშობლების სახლი. ამათ კარგა ბლომა ფული მომცეს. თავი დაგვანებეო. მაშინ თბილისში დიდი ხნით დარჩენას არც ვაპირებდი. ან იმხელა ბობოლებთან ბრძოლას მოვიგებდი თუ როგორა. გამოვართვი და იმ დაბრუნებულ პატარა ოთახში მოვიწყე დროებითი ბუნაკი. ალბათ აქედან იწყება ყოველივე ის, რამაც თბილისი დამატოვებინა. იანიკტომ ლამის შემჭამა. რადიოტექნიკოსობა, ჩემი მივიწყებული პროფესია დამაპურებდა და დამასახლებდა. დამარწმუნეს და გოგია მნეთულუკიძეს მივბაძე. ინდუსტრიული ინსტიტუტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე შევედი, ნავთობაირის მოპოვება გადამუშავების განხრით. პატიოსნად უპროტექციოდ შევედი, როგორც გოგია შევიდა საფინანსო ეკონომიკურზე, ისე. მე რომ დავბრუნდი, ამთავრებდა კიდეც და ცოლშვილიანიც იყო. საწოდავი გოგია.
ამ წყეულ გზაზე სიტყვის წამოკვრით თუ მაგონდებოდა ხოლმე. ბარემ ეს საქმეც გავაკეთოთ. კარგი, საიდან დავიწყოთ? იქიდან რომ გადასახლებიდანვე გამოყვა ოცნება გასტრონომის დირექტორის თანამდებობაზე ენახა საკუთარი თავი? კოლიმაზე 10 წელიწადი მოიხადა, გაქცევას სადა გამოუდგნენ, ფეხში დასჭრეს, განგრენის საშიშროება იყო, მოხს ზევით მოჰკვეთეს, ხის ფეხით დარჩა ეს ახოვანი თვალტანადი კაცი. მაშინ ვადამოხტილებს შინარ უშვებდნენ, თავისუფალ დასახლებაზე გაჰყავდათ. გოგიამ რაღაც დუქანი გახსნა, ოქროს მაძიებელთა ერთ-ერთ დაბაში. თავი ხომ უნდა ერჩინა. ეტყობა ამ საქმეს იქ გაუგო, პირის გემო და გასტრონომის დირექტორობა ჩაიდო გულში, უპირველეს ოცნებად. ხრუშჩოვის დრო დადგა. დასახლებულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. დაბრუნდა, გამოცდები ჩააბარა, დაამთავრა და გახდა გასტრონომის დირექტორი. მაგრამ ვაი იმ დირექტორობას. ყოველი კვარტლის ბოლოს ვალი ედებოდა. მხატვართა სახელოსნოების უბანში იყო მისი დაწესებულება და ძველსა და ახალ ძმაკაცებს ლუდისა და ძეხვის ფულს ხომ არ გადაახტევინებდა. იყო ყოფილ პატიმრებში ფულის შეგროვება და ერთი ამბავი. როგორც იქნა თავი დაანება დირექტორობას. ვანო თარგამაძემ აიყვანა კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. იმუშავა ცოტა ხანს და გარდაიცვალა. წიგნს კითხულობდა წამოწოლილი, უცბად ამოუშვა სული. უშრეტი იუმორის პატრონი და გონება მახვილი კაცი იყო. ჩვენს საძმოში ყველაზე ყურადღებიანი, მზრუნველი და უშუალო. იუმორსა და გონება მახვილობაზე რომ ლაპარაკობ, ბარემ რამდენიმე შემთხვევაც გავიხსენოთ. კარგი ბატონო, გავიხსენოთ. ღმერთმა იცის, როდისღამ მოვუბრუნდებით ამ თემას. თბილისში ერთი ბიჭი იყო, ბაკოს ეძახდნენ. დატრაბახებული ჰქონდა კომუნისტებს. 300 მანეთ ნაკლებ არ ვემუშავებიო. არც უმუშავია. მთელი სიცოცხლე უსაქმოდ გაატარა. გოგიამ 10 კაცისთან დასწრებით უთხრა. 300 მანეთიანი სამსახური ვიცით თუ გინდაო. რა სამსახურია ასეთი, მინისტრის ხელფას რომ იძლევიანო, დაინტერესდა ბაკო. გოგიამ აუხსნა, ბაზის გამგის ადგილია. თბილისის საკანალიზაციო სისტემა ერთ მილში მოათავსეს. ფონიჭალაში ქარხანაა. ფეკალიებიდან სასუქს ამზადებენ და ამის ბაზააო. ბაკომ ხელი ჩაიქნია. საშარო საქმეაო თქვა. გოგიამ შვიდად მიუგო. საშარო სწორედ რომ არ არის. დანაკლისი თუ გექნა ნახევარი თბილისი შენი ძმაკაცები ვართ, რომელი დავინანებთ, მოვართ და შეგივსებთო. რა ვიცი რამდენი რამ იყო. ცოფიანი ძაღლისას თქვი. ო, ეგ კარგია. გოგიას სიდეთ სიმამრი კაფთისხევში ისვენებდა. შვილი-შვილიც იქ აყავდათ. წავიდა ცოლქმარი ბავშვის სანახავად. თბილისში გამოსვლისა საიდანღაც ფინია გამოტყვრა. მედეას, გოგიას მეუღლეს ფეხზე უკბინა. ჩამოვიდნენ როგორც წესია პასტერის ინსტიტუტს მიაკითხეს. ცოფს საწინააღმდეგო ნემსი გაუკეთეს მედეას. 3 თუ 4 დღე გავიდა. საღამოა. გოგია გახტილი. პროტეს მოხსნელი სავარძელში ზის, გაზეთს კითხულობს. ბინისკარს ვიღაც მოადგა. ზარი დარეკა. მედეა გაეგება, კარი გაუღო. პასტერის ინსტიტუტიდან იყვნენ. ახლავე წამობრძანდით. კურნალობა უნდა განაგრძოთო. კამათი შეიქმნა, მედეა უარზე იყო. მოსულები თავისაზე დადგნენ. ძალით წაყვანა მოუნდომეს. მედეამ გოგიას გასძახა, მიშველეო. ამან ყავარჯენი შეიმარჯვა. გავიდა. მოსულებს სახსნა განმარტება მოსთხოვა. რა ხდება, რით შემიძლია გემსახუროთო. სანიტრებმა ასე და ასეა. უნდა გამოგყვესო. ეს ადამიანი ჩემი მეუღლეა. ამის ამბავს ვერავინ მასწავლის. თქვენი ზაღლი იპოვნეთ, ცუდი არაფერი დაემართოსო და კარი მიუკეტა. მაგადანში რომ ჩამოგვაკითხა? ო, ეგ კლასიკაა. მაგადანში კავერნული ტუბერკულოზი დამიდგინეს. ტრასაზე, ანუ კოლიმის სიღრმისეულ ბანაკებში, ქსივი გავგზავნე. ასია ჩემი საქმე, ფული და პროდუქტები მომაწოდეთ მეთქი. ჯერ შუქურა ინაიშვილი ჩამოვიდა საკითხის შესასწავლად, ჩემს პოვნა ადგილსამყოფელის დადგენას ვგულისხმობ. კარგაბლომად ჩამომიტანა ყველაფერი და წავიდა. მერე 700 თუ 800 კილომეტრი გოგიამ გამოიარა. რა თქმა უნდა, მოგთამული კომენდანტის ნებართვით. და ახლა ამან ჩამოიტანა პროდუქტები, წამლები და ფული. ოქროს მომპოვებელ რაიონებში ყოველივე ეს თავსაყრელად იყო და ჩემი ძმაკაცების ზრუნვაც ბუნებრივი. ყველა მსგავს შემთხვევაში ასე ხდებოდა. მოისყიდა გოგიამ ვახტიორები, შემოვიდა ბანაკში, გადმომცა ყველაფერი, ვისხეთით ქვიანობამდე და წავიდა. წავიდა, ღამის გასათევი ვერსად ნახა და ბოლოს ასეთ ფანტს მიმართა. მაგადანის გამოსაფხიზლებელს მიაკითხა.
მესვეურს ფული მისცა, გამოიძინა, დილით ისევ მომადგა, იღილიაში მშვენიერი ლეიბი ჰქონდა ამოჩრილი. გადმომცა და გასწია თავისი საცხოვრისისკენ. მაშინ გამოსაფხიზლებლებში წესი იყო. მილიციის მიერ მოყვანილი მემთვრალე იმის შიშით რომ ჩაისველებდა, ლეიბის ფულს წინასწარ იხდიდა. გოგიამაც გადაიხადა, ცხადია არ ჩაისველა, მაგრამ ლეიბი თან წამოიღო, გორას გამოადგებაო. გოგიას გარდაცვალებამ ჰეგელის სულის ფილოსოფიაში წაკითხული ერთი აზრი გამახსენა და არ ვიცი, მართებული თუ უმართებულო განზოგადებაც მოვახდინე. იქ წერია, რომ ისტორიული პიროვნებები აღჭურვილნი არიან მსოფლიო ისტორიული სულითა და მისიით. როცა მათი მისია მოიწურება, ისინი კვდებიან. ალექსანდრე მაკედონელივით 32 წლისა, ან ნაპოლეონივით სიცოცხლეს წმიდა ელენას კუნძულზე ამთავრებენ. ჩემი დაკვირვებით ეს მოსაზრება ძველსა და ახალ ისტორიაში არაერთ გზის დადასტურდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ეს თითქმის წესია და ჩვეულებრივ მოკვდავთა ხვედრიც ასეთივეა. ამოწურავს ადამიანი თავის მისიას, მიდის უმჯობეს სამყაროში. საცუდავმა გოგიამ ყველა თავისი მიზანი განახორციელა. ადამიანებზე იზრუნა, იუმორის გრძნობის რეალიზაცია მოახდინა, ცოლის შეირთო, შვილი გააჩინა და ფეხზე დააყენა. თავისი და ცოლის ბინები გააერთიანა, სამოთახიანი გამოუვიდათ. რაღაც ავეჯი და ოჯახისთვის აუცილებელი ყველაფერი გაიჩინა. კარგი ვაჟკაცის სახელი დასტოვა და გარდაიცვალა. არა, გამოუსწორებელი ყმედი ხარ. საქართველოს მიტოვების მიზეზებიდან დაიწყე და ღმერთო ჩემო, საიწახვედი. საინტერესო არ იყო? შეიძლება საინტერესოც იყო, მაგრამ სად ერეკლე და სად ჩემი ცოლი თეკლე? არა, გოგიაზე მინდოდა ორიო სიტყვა მეთქვა. ორიოდე კი არა, სიტყვების კორიანტელი იყო. კარგი. თავარი თემა. ჩავირიცხე ინდუსტრიულ ინსტიტუტში დაუსწრებელზე. ხან არ მეცალა, ხან მეზარებოდა, ხან ზმაგაცებში ქეიფი და მოგზაურობა. მოკლედ ერთი სიტყვით დიპლომის დაცვამდე 7 წელიწადი გავიდა. იმ 7 წელიწადში იმდენი რამ მოხდა, ავიც და კარგიც. იმ მიზეზებთან ერთად, რომელთა წყალობითა თუ გამოისობით, ჩრდილოეთში გადმოვიხვეწე. არა, მოდი ჯერ სასაცილოები ვთქვათ და მერე უარყოფითები, რომ ჩრდილოეთში წამოსვლა შევძლო. გოგია წულუკიცის სახომ ვთქვით. ეხლა რომელი? მანდარინის საყილად რომ ჩავედით. ისა. მანდარინი. სოლოლაკში ჩემი ერთ-ერთი ლექტორის პატარა ბიჭის დაბადების დღეზე მივდიოდი თითქმის ხელცარიელი. დავინახე ვიღაცას ტომსიკით მანდარინი მოაქვს. ვიფიქრე, უყიდი ბავშვს მეთქი და ვკითხე, სად იყიდეთ მეთქი. მიმასწავლა, სოლოლაკის ქუჩაზე ჩემს ბავშვობაშივე იყო სარდაფი. ბარე 12 საფეხურის სიღრმისა, ხილ ბოსტნეულის მაღაზია. დიდი სარდაფი იყო შუაზე დახლით გაყოფილი. ჩავედი, ხალხია მისეული. რიგი კი არა, ზედა ხორაა. მხოლოდ მარცხენა მხრიდან არის წესიერი რიგი. სამამულო ომის მონაწილეები და ძველი კომუნისტები დგანან. მე იმალია ქოჩი დადგომაზე ხელი ავიღე. რაც მიმაქვს, ესეც საკმარისია მეთქი, ვიფიქრე. გაბრუნება დავაპირე, მაგრამ არ დამცალდა. საინტერესო სცენა გათამაშდა და იქაურობას შევრჩი. სცენა კი ასეთი გახლდათ. ვიღაც შუახნის კაცმა კიბე ჩამოიარა. იქაურობას თვალიერება დაუწყო და როცა დარწმუნდა, დახთან ვერ მივიდოდა. ნოქას ჩაზახა. შალიკო, შინ სტუმარი მყავს. სადილი კეთდება. 1 კილო კარტოფილი მინდა. მანდარინთან საქმე არ მაქვს. ჩანთას გადმოგიგდებ, ჩამიყარე, ფული შიგიქნებაო. შალიკო ისეთ გაწამაწიაში იყო, მგონი არც გაუგონია რა უთხრეს, თორემ ხმას ხომ ამოიღებდა. კაი ხანი გავიდა. მოსულმა იგივე გაუმეორა, მაგრამ უფრო რიხიანად. ეხლა კი გამოელაპარაკა შალიკო. ხალხს აღკითხეო. მოსულმა ხალხს მიმართა. თქვენი მანდარინი არად მჭირდება. ამიწონოს რა იქნებაო? ხალხი რბილად რომ თქვათ, ერთობ უარყოფითად გამოეხმაურა კიბეზე მდგომი მუშტრის თხოვნას. არ იქნება, კი იქნება, კარგა ხანს გაგრძელდა. შეაგდეს ქვა და შეუშვირეს თავი. შალიკომ გრიშაჯან გენაცვალე, აბა მე რა ვქნაო და მანდარინის აწონა განაგრძო. გრიშა ეტყვება, ამობნელი და შალიკო ძველი მუშტარი იყო. მეგონა მოტრიალდება და წავა მეთქი. ნუ რას უკაცრავად. იდგა და დაიძახა. კომუნისტი есть? ეს დაძახილი ომის მონაწილეებისა და ძველი კომუნისტების რიგს ეხებოდა. ჩავხედე მოხუცებს არავითარი რეაქცია. მეორედ დაიძახა გრიშამ იგივე. ახლა კი რამდენადაც შევნიშნე, ადრესატებმა ყური შეიბერტყეს.
ერთ-ერთი ნახევარი ნაბიჯით რიგს გამოსცდა, მეორემ უპარტიო არავის ვეგონო ყოყმანით გაუბედავად მიბაძა პირველს და სხვებმა, სადაც იდნენ იქიდან დაიძახეს. კომუნისტები ვართ, რა გნებავთო? გრიშამ, თქვენი დედა, თქვენი მამა, თქვენი ბებიები და ბაბუებიცაო. ძალიან მსუხეთ, როყიოთ, შესაშური დიქციით გადმოამფრქვია და მშვიდად ნერი ნაბიჯით გასწია. რიგში ვინც დარჩა, იმდენი არაფერი, ღაღანი მორთეს და ეგ იყო. რიგიდან გამოსულები იყვნენ კაის სანახავი. იმავე ქუჩაზე აფთიაქია, ჩემს ბავშვობაში ოტენის აფთიაქი ერქვა. მისი დამაარსებლისა თუ ბოლო პატრონის გვარის მიხედვით. ბოსნეულის მაღაზიაში კომუნისტების გალანძღვის მერე რამდენი წლის შემდეგ იყო ეს ამბავი. ვერ ვიტყვი და საერთოდ რასაც ვიგონებ, თანმიმდევრული კი არ არის. როგორ და რანაირიც მომაგონდება ისია. შევედი ამ აფთიაქში. ცოლქმარი მუშაობდა. წამლების შეკვეთას კაცი იღებდა. მზა მედიკამენტებს ქალი ხიდდა. რამდენიმე მუშტარი იდგა. ამოუდექი ქალმა 2 მუშტარი გაისტუმრა. ჩემს წინ კაცი იდგა. 50 ცალი პრეზერვატივი იყიდა და წავიდა. ავიღე ჩემი ასპირინი, კართან მივედი და მესმის. ვანო, რამდენი პრეზერვატივი იყიდა იმ კაცმა, როგორ გგონია? რამდენი? 50. მთელი წლის მარაგი აუღია. იდიოტო, ეგ შენთვის არის მთელი წლის მარაგი და უფრო მეტიც. კვახეთ გამოძახა ქალმა. დანარჩენი აღარ მომისმენია, ქუჩაში გავედი. უკეთ ვთქვათ, ქალის ბოლო ფრაზა ღია კარსიქიდან გავიგონე. ესაც ხასიათია. ხასიათებს რომ ვიგონებ, უფრო კარგად ვერთობი და სიტუაციაც მშვენივრად იხატება. ადამიანთა ურთიერთობებს გულისხმობ. აი ვახტანგ ჭელიძე, განუმეორებელი ხასიათი. გარემოს ადამიანებს მოვლენებს მხოლოდ იუმორისა და ოხუნჯობის კუთხით ხედავდა და აფასებდა. ერთხელ შინ გალეწილი მთვრალი დაბრუნდა, იმდენად მთვრალი, რომ ტანსაცმელი თავად ვერ გაიძრო. ცოლმა გაუშალა ლოგინი, გახადა და დაინახა, რომ ქმარს ვიღაც ქალის საწმერთული აცვია. ცოლის რეაქცია როგორიც იქნებოდა გასაგებია, აკივლდა. რას ნიშნავს ეს შეუბედურო, შეუსინდისო შენო? ვახტანგი არ დაიბნა, თავი წამოსწია, დაიხედა ისევ ბალიშზე დასდო და მიუგო. ნამეტანი მთვრალი ვარ, თავი არ მაქვს, ახლა შენ თვითონ მოიგონე ბოშო რამეო. ვაჟი ჰყავდა, რომ იტყვიან აცვენილ დაცვენილიო. ქუთაისში ყომარის თამაშისთვის თუ რაღაც ამგვარის გამო მილიციამ დააპატიმრა. ციხეში ჰყავდათ. ძმაკაცებმა ვახტანგს 100,000 მანეთი შეუგროვეს. წადი გამომძიებელს მიეცი, გამოაშვებინეო. ჩავიდა ვახტანგი ქუთაისში, ნახა გამომძიებელი და მიუკიბ-მოუკიბავად უთხრა. აგერა, 100,000 მომიგროვეს ძმაკაცებმა. ნახევარი შენ, ნახევარი მე. თუ არ გინაკავდეს ეგ მამაძაღლი, მან დაუყურეთ ერთმანეთსო. სიხარბისა ცალკე იყოს და ამ ოხუნჯობის გამოც დათანხმდებოდა გამომძიებელი. წამოიყვანა ბიჭი და წამოვიდა. მოსწრებული სიტყვისა და გარეგნობის აღნიშნვის ნიჭი ცალკე ჰქონდა. ერთ ძალიან ქერა მოსკოველ ქართველზე თქვა, რომელი ბოშო, თოვლზე მოფსმულს რომ გავს, იმ ლევანას ამბობო? მეორეზე თეთრ სპირისახიან, მაგრამ შაულვაშ წარბებიანსა და ხუჭუჭთმიანზე, ჩეჩმაში ნახშირი და ხატულსა გავსო. ყველას რას დაიხსომებს კაცი ვახტანგის ნათქვამს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით თქვა, მისი ნაკვეს ნაოხუნჯრები, ვინმეს რომ შეეკრიბა, კაის ქელტანიანი წიგნი გამოუვიდოდა. ერთ ზაფხულს მეგობარმა შემომთავაზა გაგრაში წამომღები ერთად დავისვენოთო. საკუთარი აგარაკი ჰქონდა ლიტერატორთა შემოქმედებითი სახლის სიახლოვეს. იქ ჩემი რამდენიმე ნაცნობ მეგობარი მწერალი ისვენებდა. ხშირად ჩავდიოდი ხან სასაუბროდ, ხან დროსტარებისთვის. გავიცანი ჩემსავით ნაპატიმრალი ცირკის მსახიობი და მოსკოვში ხელოვნების მუშაკთა ცენტრალური სახლის ერთ-ერთი ადმინისტრატორი მოხუცი ებრაელი, პიოტრ პეტროვიჩ ფრედინი. სახელმამის სახელი ცხადია შეცვლილი ჰქონდა. ასაკის მერე ათეულის ბოლოში გასული 1000 რაიმეს მნახველი და გადამტანი ცხოვრებისეული გამოცდილების უზარმაზარ კიდობას ფლობდა. მასთან საუბარი დღესასწაულივით რამ იყო, მით უმეტეს რომ საოცრად ფაქიზი და ამასთან სხარტი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ძალიან კარგი სიკეთით ახსავსე პიროვნება იყო. მისი მშობლები 1905 წელს ოდესაში ებრაელთა პოგრომის დროს შავრაზმელებმა დახოცეს. 9 თუ 10 წლის ობოლი ბიჭი იტალიელთა მოხეტიალე ცირკმა აიყვანა.
ისწავლა ხელობა და მსახიობობდა ფსევდონიმით პეტრუჩო ფრედოლინი. 1937 წელს პეტრუჩო ფრედოლინი დააპატიმრეს. სამეულმა 15 წელიწადი მიუსაჯა. პირწმინდად მოიხადა, გათავისუფლდა. ირკუტსკის ოლქში გადაგზავნეს თავისუფალ დასახლებაზე. 1955 წელს რეაბილიტაცია მიიღო. მოსკოვს დაბრუნდა. მაშინდელი თავისი სარეაბილიტაციო შეხვედრა პროკურორთან ასე ამიწერა. თქვენ მისჯილი გქონდათ 15 წელიწადი იტალიის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის. ამხილებელი ფაქტები საქმეში არ არის. იქნება ნათესავები ან კოლეგები გყავდათ იტალიაში და მათთან მიწერ-მოწერა გქონდათ, ჰკითხა პროკურორმა. მას მერე რაც ბარე 9 საათის განმავლობაში ფუცლა და იკითხა მისი საქმე. ნათესავი საერთოდ არ ამყავს და არც იტალიაში ვინმესთან მიმოწერა მქონიაო, უთხრა ფრედინმა. პროკურორი კვლავ შეეცადა, საქმეში რაიმე დანაშაულის კვალი აღმოიჩინა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ისევ ფრედინს მიუბრუნდა. ამდენი წლის მანძილზე თავად თქვენ ვერ მიხვდით რისთვის იჯეკით. ზუსტად ვერა, მაგრამ ეჭვი კი მაქვს. მაინც 1913 წელს ჩვენი ცირკი ქალაქ ჟიტომირში იყო გასტროლებზე. იქ სასტუმრო ფლორენციაში ვცხოვრობდით, განუმარტა ფრეdim. ერთხელ იქვე გაგრის ლიტერატურთა სახლის სასადილო კორპუსის ჰოლში მწერლები ტელევიზორთან მოგროვილიყვნენ. თბილისის დინამო ვიღაცას ეთამაშებოდა. მივიტანეთ მე და პიოტრ პეტროვიჩმა სავარძლები. დავსხედით. ცხადია ისე დავსხედით, რომ სხვებისთვის ხელი არ შეგვეშალა. გვერდ მოვხვდით. ტრანსლაციის დაწყებას ველოდებით. რამდენიმე დღით ადრე ლიტერატურთა სახლში ერთი ცნობილი კომპოზიტორი შემოფრინდა. პოპულარული სიმღერების ავტორი, გვარი იმავიწყდა. გამოქონდა ეს კომპოზიტორი, ჩადგა ტელევიზორის წინ სავარძელი. დაბრძანდა. ეკრანი ერთიანად დაფარა. კარგა ხანს არავის არაფერი უთქვამს. თავად მიხვდება და გაიწევს მას რასიზამსო. გაგიგონია. მერე ჯერ ერთმა აცნობა მოგრძალებით ეკრანს ფარავთო. კომპოზიტორს ყურიც არ შეუბერტყავს. ცოტა ხანში ჩოჩქოლი და დრტვინვა ატყდა, მაგრამ ძაღლადაც არავინ ჩაგვაგდო. ბოლოს ფრედინმა გაჰყო ხელი, ნიდაყზე მოუცაცუნა. კომპოზიტორი ინსტინქტურად ჩვენსკენ შემოტრიალდა. ფრედინმა უთხრა: "Товарищ, знаете, кто вы?" "Кто?" Замолчал композитор. "Вы сено, пропущенное через лошадь." ცხენში გატარებული თივა ზეზე წამოიჭრა. საითხაც გაქანდა და სიმართლეს ვამბობ, მას მერე აღარც გამოჩენილა. პიოტრ პეტროვიჩ ფრედინი საკმაოდ პატივმოყვარე იყო და თავისი პერსონის მიმართ ყურადღებისა და პატივისცემის გამახვილებული მოთხოვნილებაც ჰქონდა. ასეთი იყო ადამიანებთან ურთიერთობაში და ეს თვისება მკაფიოდ მისი დაბადების დღესთან დაკავშირებით გამომჟღავნდა. ფრედინი გაგრაში საგზურ ნახევრით, ანუ 36 დღით ჩამოდიოდა და იმ წინასწარი ვარაუდით, რომ მისი დაბადების დღე გაგრიდან წასვლის წინა დღეებს დამთხვეოდა. დაბადების დღე ნოემბრის დასაწყისში ჰქონდა. გადაიხდიდა, უკეთ თქვათ, სხვები გადაუხდიდნენ და მერე ფრედინი ჩრდილოეთ კავკასიაში საგასტროლოდ მიემგზავრებოდა ხოლმე, როგორც ილუზიონისტი. ოქტომბრის 9-10 რიცხვიდან მოხუცი იწყებდა ღია ბარათების წერას. რომ ისვენებს აქა და აქ, კარგად გრძნობს თავს, ნოემბრის 3-ს ხვდება, ვთქვათ, 76 წლის. წყალი თბილია, ამინდი შესანიშნავი და ბოლოს ყოველგვარი სურვილები. ასალ ასეთ ღია ბარათს გზავნიდა და მერე ვისთან? კოზლოვსკი ლემეშევი, ლეპიშინსკაია ულანოვა, დამარკინა, გილელსი ოისტრახი, ფლიერი, ფრედინი. ფრედინი მათ ყველას მართლა იცნობდა. ვის საიდან და უფრო კი ხელოვნების მუშაკთა სახლის ადმინისტრატორობის წყალობით. ადამიანებს გულისხმური ყოფნით, მით უმეტეს დაჩაგრული მოხუცის მიმართ და დაახლოებით 25 ოქტომბრიდან იწყებოდა პიოტრ პეტროვიჩ ფრედინთან მილოცვების მოსვლა. უნდა გენახათ, როგორი სიამაყი დაჰქონდა იმ გამოჩენილი ადამიანების მოწერილი ღია ბარათებისა თუ კონვერტების დასტა და როგორი თვალცრემლიანი სიხარულით აჩვენებდა ყველას, ნაცნობსა თუ უცნობს, მეშვიდეცაზე იყო. ასეთ დღეებში ცოტათი მედიდურობდა კიდეც და ის კი სრულიად არ ახსოვდა, მილოცვების პროვოცირება თავად მოახდინა. საწოდავს ღრმად სწამდა საკუთარი პერსონის უმნიშვნელოვანესობა და ამით ხსნიდა გამოჩენილი ადამიანების ყურადღებიანობას.
მერაბმა ცხინვალში წყალი რომ გაზიდვინა? ეგეც მაგარი იყო. ჩემი თანაკურსელი ბრძანდებოდა, მეც სახელად ბომბორა. ზვალმსხვილი ვეება სიმსუქნისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა კაცი იყო. ცხინვალში მამაპაპისეული სახლი ჰქონდა 3 ძმას. სულ იმას მსაყვედურობდა, რა იქნება ერთხელ მაინც მესტუმრო ცხინვალშიო. ქართლში პრაქტიკაზე ვიყავი, თუ სადიპლომო თემასთან დაკავშირებით კარგად აღარ მახსოვს, მივედი ცხინვალში. ჩემი პრაქტიკის ადგილიდან ახლოს იყო. მისამართი არ ვიცოდი, ხან საით მიმასწავლეს და ხან საით. ბოლოს მერაბის სახლის ჭიშკარს მივადექი და დავიძახე. ჯერ იყო და ისე გაკვირვებულ განსვიფრებული კაცი ძნელი სანახავია, რომ ჩემს დანახვაზე დაემართა. ყბა ჩამოუვარდა. ნამდვილს ვამბობ და მერე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ კაი ხანს ვერ დაიჯერა, მართლა მე ვიყავი თუ არა. კაცმა თქვას, რამდენი გასაკვირი რა მოხდა, თანაკურსელი ძმაკაცი ესტუმრა, მაგრამ სწორედ ისეთი იყო, როგორც ვთქვი, გაბრუებული. ბოლოს გონს მოეგო და ჩვეული ხელგაშლილობით სიყვარულით გამიმასპინძლდა. ბოდიშები მიხადა, გათბობის სისტემა რატომღაც გამოირთო. ამაღამ სიცივეში მოგიხდება ძილი, მაგრამ თბილად დაგაწვენთ და გახურავ. უხვი, მრავალნაირი ტყემლიან ნუგბარიანი ვახშამი გააწყო. რიგიანად შევთვერით და დავიძინეთ. დილით მიუხედავად იმისა, რომ თბილად მეხურა, ზამთრის სუსხმა გამომაღვიცა. ჩავიცვი. მერაბი ფეხზე დამხვდა და მითხრა, მომეხმარე, სისტემა დასლილა, ავზში წყალი ჩავასხათო. სხვენის ღრიჭოს კიბე ჰქონდა მიდგმული. გათბობის სისტემის ავზი სხვენში იყო, იქვე ღრიჭოსთან. ონკანი ეზოში ჰქონდათ. მითხრა, შენ მაგ კიბის ნახევარი აიარე, მე სათლებით ეზოდან წყალს ამოვიტან. მოგაწვდი. მან 4 საფეხური რჩება აიტანე და ავზში გადააპირქვავეო. ავიარე, შუა კიბეზე დავდექი. ამოიტანა 2 სათლი, მომაწოდა. როგორი ასატანი იყო? საფეხური, თხელი ფიცარი. ახლა წონასწორობის შენარჩუნება? ხელებში სათლები მეჭირა. ხომ ვერ მოვიშველიებდი. 10 გზა 20 სათლი რომ ავიტანე და ჩავასხი, მერაბმა მკითხა, არ აიფსო? ავედი ნიდაყვამდე ჩავყავი ავზში ხელი. გაგიგონია? მერაბმას თქვა, კიდევ 5 გზა გავაკეთოთ. აივსებაო. ის 5 გზაც მოვითავეთ. არაფერი. მერაბმას თქვა, მანდ მოიცადე სარდაფში ჩავალ, ვნახავ საქმე როგორ არისო. ამოვიდა და მითხრა, ქვევით ონკანი ყოფილა ღიაო. რაღა იქნებოდა ჩამოვედი. ვისაუზმეთ. მშვენიერი კონიაკის დავაყოლეთ და ალბათ იმ 30 სათლის კიბეზე თრევისა და ეკვილიბრისტიკის საფასურად მატარებლამდე მიმაცივა. ეგაც არაფერი. ბომბორა 1 წლით ადრე კინაღამ გარდაგვეცვალა. გურიაში ვიყავით. ძმაკაცმა მამის ოჯახში დაგვპატიჟა, ვივახშმეთ, ვსვით. აივანზე ლოგინები გაგვიშალეს. ზაფხული იყო. თავები რიკულებიანი მოაჯირისკენ გვედო. ჩირის ასხმულები ეკიდა. ჩირის ბოლოებს ნიავი ზედ ცხვირპირზე გვიქანავებდა. ნოდარმა გამაღვიძა. ერთი ამას შეხედეო. ბომბორა ძილში იყო თუ ერხვიძა ღმერთმა იცის, ჩირს მისდგომოდა, სჭამდა. უკეთ თქვათ ასხმულას ღეჭვა ღეჭვითა და ყლაპვით მიყვებოდა ქვევიდან ზევით. ახვა შეჭამა. ერთი მთოქსაც უკმინა, რაზეც ჩირის ასხმულები ეკიდა. ჩანს გემო არ მოეწონა, დაწვა და დაიძინა. ერთი თვის მერე ბომბორას კუჭის ტკივილი დაეწყო. გასინჯეს, გააშუქეს, კუჭი უშველებელი სიმსივნე აღმოუჩინეს. საუკეთესო დასტაქარმა გაუჭრა კუჭი და რაღაც გუნდა ამოუღო. ბომბორასის ჩირის ასხმულა თავის ბაწყლიანად ჰქონდა მირთმეული. იმ ბაწრის გუნდა იყო. ესაც პრაქტიკის პერიოდში მოხდა. რუმინეთში ქალაქი პლოეშტი ნავთობის მოპოვება-გადამუშავების ცენტრია. იქ ვიყავით. ბანაკებში რუმინელი ძმაკაცი მყავდა. სახელად მარჩელი. ბუქარესტში ცხოვრობდა. გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში გადაბარგდა. რუმინეთი ხომ სოციალისტური ქვეყანა იყო. გაუშვეს და ცოლით შეირთო. მეფე მიხაის დისწული. თავად მარჩელი სოფლის მასწავლებლის შვილი იყო. მარჩელის მისამართი ვიცოდი, მივწერე. პლოეშტში ჩამოვიდა, მომნახა, ჯერ ბუქარესტში წამიყვანა, მერე თავის სოფელში მამისეულ სახლში, ქალბატონი დანა, მარჩელის მეუღლე, იქ დაგვიხვდა. დიდი პატივით მიმიღეს მეგობრულად, გულღიად. დანა იქ დარჩა. მარჩელი და მე ბუქარესტისკენ წამოვედით. 800 კილომეტრი უნდა გაგვევლო. საჭესთან მარჩელი იჯდა. იარა ეთყობა დაღლილობა მოერია. რაღაც დიდი ციხე-სიმაგრე იყო, იქ გაჩერდა და მითხრა.
ეს ციხესიმაგრე ამა და ამ მეფის აშენებულიაო. გეორგიუ დეჟმა საპყრობილედ გამოიყენა. სიგურანცას თანამშრომლების დასამწყვდევად, მათი დანაშაულის გამოსაძიებლად და განაჩენის აღსასრულებლად. აქედან ცოცხალი არავინ გასულა. ვინც დაიხვიდა, ვინც არა, თავად მოკვდა. შედი დაათვალიერე, საინტერესო ნაგებობაო. მანამ გამოხვალ ცოტა წავიძინებო. ვიყიდე ბილეთი შევედი და დავიწყე თვალიერება. უზარმაზარი ნაგებობა აღმოჩნდა, მრავალსართულიანი, დიდი სარდაფებით. ჩემი ანგარიშით რუმინეთის დიქტატორებს ამ საპყრობილეში ერთდროულად რამდენიმე 1000 პატიმარი უნდა ჰყოლოდათ. ვიარე ვათვალიერე. მარჩელი გამომეცხადა. ამდენ ხანს აქ რას აკეთებ? 2 საათ ნახევარია წასული ხარო. გამიკვირდა. ჩავედით. გზა განვაგრძეთ. მოულოდნელად ხარხარი ამიტყდა. მარჩელმა შემომხედა. რაგაცინებსო. მუთხარი, რაც იმ ციხესიმაგრიდან მოვდივართ, სულ იმაზე ვფიქრობდი. ნეტავი მართლაც რა ვაკეთე იმ 2 საათ ნახევარს, იქ რომ დავყავი მეთქი. მარჩელმა მკითხა, რა მოიფიქრეო? მიუგე თურმე სართულ დავდიოდი, ვათვალიერებდი იქაურობას და ვცდილობდი ამ საპყრობილედან გაქცევის ხერხებისთვის მიმეგნო მეთქი. მარჩელმა, რა ქენი თუ მიაგენიო, ვერა მეთქი. მართლაც ისე იყო ყველაფერი აწყობილი იმ დასაწყავში, რომ ძალის გამოუყენებლად იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელი გახლდათ. ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერს მივაგენი. ესაც ხომ ხასიათის გამოვლინებაა? კი, ცხოვრების მიერ წარსული პერიპეტიებით ჩამოყალიბებული ხასიათი. ერთი ისეთი რაღაც მახსოვს, არა ვთქვა არ იქნება. თბილისში ჩემმა კლასელმა ოთარ ჯინჭარაძემ, სანამ მე ბანაკ დავეხეტებოდი, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და უნიჭიერესი საქვეყნო ცნობილი მხატვრის სახელიც მოიხვეჭა. მხატვართა კავშირში ვიყავი ჩემს ძმაკაცთან, კავშირის ერთ-ერთ მდივანთან. ვიღაც მოვიდა და თქვა, ოთარ ჯინჭარაძე ძნელაძის ქუჩაზე მილიციაში ზისო. ოთარი დინჯად, უაღრესად ზრდილობიანი და რაც მთავარია, ერთი ბეწო, პატარა და მშვიდობიანი ადამიანი გახლდათ. მოტანილი ცნობის თანახმად ვიღაცებს გაულახავთ. გაქცეულან და ოთარი მილიციაში ჩხუბისთავად მიუყვანიათო. სამივე მდივანი ოთარ ჯინჭარაძის დასახსნელად გაეშურა. სამივე ცნობილი და დიდი მხატვარი. ავე ტორღიალე. საქმე არაფერი მქონდა. ესაც ნუ იქნება, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი იყო ოთარი. ახლო იყო 5 წუთში მილიციის სამორიგეოში გავჩნდით. ზის მორიგე შემაღლებულ რიკულებიანი აივნით შემორაგულ კათედრაზე. პროფესორებით. ელგუჯა ჩვენში ყველაზე დარბაისტურად გამოიყურებოდა. ჯერ ამან მიმართა მორიგეს. აცნობა რომ ოთარ ჯინჭარაძე ცნობილი მხატვარია, აკადემიის დოცენტი. არც ხასიათი ფიზიკური აღნაგობა და მისი ღირსეული მოქალაქეობის ამბავი გამორჩენია. პარე 5 წუთი ილაპარაკა. მორიგეს თავი ხელის გულზე ჰქონდა ჩამოდებული და ძალიან გულდასმით ისმენდა, მაგრამ შედეგი არავითარი. ახლა რევაზმა ჩამოვართვა სიტყვა და თავისი გამოსვლა იმის მტკიცებას მოანდომა, რომ ეს კურკასავით კაცი ჩხუბისთავად და მოკრივედ არ ვარგოდა. არაფერი. მორიგე კვლავინდებურად ხელის გულზე თავჩამოდებული იჯდა და ძალიან გულდასმით სათითაოდ გვათვალიერებდა. ბოლოს მერაბმა, როგორც მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ თუ პირველმა მდივანმა, მისი მაშინდელი თანამდებობა მიმავიცოდა, აიღო სიტყვა. დიდხანს და ერთობ დამაჯერებლად, მშვიდად და სარწმუნოდ ილაპარაკა და შედეგს ვერით. მორიგემ ერთი კიდევ ჩაგვათვალიერა და დაიძახა. მაისურაძე, მოდი აქა. მაისურაძე მოვიდა და მორიგემ ძალიან საქმიანად ჰკითხა. ესენი დაჩხრეკილები არიანო? საქმე შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ქავთარაძემ დაასრულა. გამოაშვებინა ჯინჭარაძე. კარგი, ახლა იმაზე ვიფიქროთ, ჩრდილოეთში რატომ გადმოვიხვეწეთ, არა? სამხიარულო რაღაცები თუ რამ დაგვრჩა, სამერეოდ იყოს. არც ის გითქვამს 83 წელი რანაირად მოგვიგროვდა. ესეც მერე იყოს? ეგაც. ეხლა წამოსვლის მიზეზებზე ვილაპარაკოთ. ჯერ იყო და როცა დავბრუნდი, პაპაგორას საფლავი აღარ დამხვდა. ვიღაც მამა ძაღლს ამოეთხარა და თავისი მკვდარი დაემარხა. კინაღამ გავგიჟდი. გათავისუფლება და დაბრუნება იმიტომ მიხაროდა, რომ საფლავი მაინც მექნებოდა საქართველოში.
აღარ დამიხვდა. კარგა ხანს ვითარდე, მაგრამ რას ვიზამთი? უსაფლაო კაცი გაგიგონია. მამას სად დააფლეს ვინ იცის, დედა სად გარდაიცვალა, სად დაიმარხა, არც ეს ვიცოდი. მამიდაღა მყავდა და მესამე თუ მეოთხე კურსზე ვიყავი, ისიც გარდაიცვალა. აღარა მინდა მრჩა, ცოცხალი თუ მკვდარი. ადრესანა მამიდა ცოცხალი იყო, ძირითადად მის ბინაში ვცხოვრობდი, კარგი ბინა ჰქონდა. მერე ისევ ჩემს ხუხულაში მომიხდა, შეყუჟვა. სტუდენტობა გასაჭირი, მართალიაც მაგაცები ბლომად ვყავდა, მაგრამ სხვის ხარჯზე ყოფნა. როგორღაც გამქონდა თავი მუშაობით, რა თქმა უნდა. არა, როგორ გამომადგა ის ხელობა, ჰა? ლითონის მხატვრული დაფარვა. ერთი ცომაშვილი იყო, იმასთან ერთად დავაარსეთ ეს სახელოსნო. ეგ უკვე მეხუთე კურსზე ყოფნისას. მაშინ მიშა ქვათაძისაც უნდა ვთქვათ. სახელოსნო იმან გაგვახსნევინა და იქვე მორჩა ჩემი მუშაობაც. თქვათ, სად გვეჩქარება. ისე კი ჩემი თბილისიდან წამოსვლა ქვათაძისთანა ხალხით გარემოცვა მას გამოიწვია. ერთ-ერთი ელემენტი იყო, ერთ-ერთი მიზეზი. ვირეშმაკა ქვათაძის მოხანათურ ხერხებს ხარიოკის აშკარა მოქმედება არ უნდა გერჩივნოს. ყველაფრის მკისრებელი კაცი იყო. ფულის არგებელი, სხვა არაფრისას წამდა. გულავარდნილი, იმედგაცრუებული, საცუდავი. კაცობრიობა ან ზულდა, ან სიძულვილის ღირსადაც არ თვლიდა, მაგრამ პიროვნებაც რომ ნაღდად იყო, პიროვნება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დახვეწა ორჯერ მიუსაჯეს, ორივეჯერ დაიხსნა თავი. 5 წლის პატიმრობის ვადა აკმარებინა და მერე როდის 1927 წელს, რომელიღაც უშველებელი მოსკოველი ფუნქციონერის საქმით მიათრევდნენ. თავი დააღწია, 5 მოიხადა, გამოვიდა, კიდევ 4 წელიწადი იჯდა. იჯდაო, იმის მამზემ გვერდები ტაიშეთის ბანაკებში ნარებზე გდებით აქონდა დალილავებული. ავჭალის სემაფორს არ გასცილებია. ორივე ვადა საქართველოში მოიხადა და ისიც საკითხავია ბოლომდე თუ ნაწილობრივ. უმეტესწილად შინეძინა, ფუმფულა საწოლში. ავიენები ამბობდნენ, თავის ხვების ჩაყრით დაიხსნაო. ეგ არის სხვათა ჩაგდებით გადარჩენა, რაღაც ვერ წარმომიდგენია. მე თუ მკითხავს ვინმე, რომელიც გნებავს სახელმწიფო ჩაგებარებინა, სხვაზე უკეთ გაუძღვებოდა. გველის ჭკუა ჰქონდა, მაგრამ ცხოვრება ისე მოუტრიალდა, თავის შესაძლებლობებს შესაფერი გამოყენება ვერ გამოუძებნა. ისიც საფიქრებელია, რომ შესაძლებლობათაგან სწორედ ისაკლდა, რომელმაც კაცი შორეული, მაგრამ ღირსეული მიზნის გზაზე უნდა დააყენოს. ასია თუ ისე გოგია წულუკიძემ ერთხელ მითხრა, მიშა ქვათაძესთან შევიარე, შენზე მკითხა რას აკეთებს, რით ცხოვრობსო. უამბნია დაუსწრებელზია მეხუთე კურსზე, შემოსავალი არაფერი აქვს, უჭირსო. მიშა ქვათაძეს უთქვამს, ჩემთან მოვიდესო. ერთ დროს პატიმრობის ვადას სამთავე ერთად ვიხდიდით. მაშინ იყო ჩვენი ბანაკის მამას სახლისად რომ ითვლებოდა და ვადას საკუთარ ლოგინში კი იხდიდა. მივედი ვისაუბრეთ. ახლა იგი საკმაოდ დიდი სარეკლამო სამსახურის უფროსად იყო. ვიღაცას უხმო, გამაცნო. ეს კაცი ქაღალდის დამუშავების საამქროს უფროსია დავით ბესიონიჩიო. კეთილი და პატიოსანი. ეს ნაცნობობა იმით გაგრძელდა, რომ ქვათაძემ დავით ბესიონიჩს დუსტის კოლოფების ქართული და რუსული ტექსტი მოატანინა. ეს სამხანა კი ამას გაასწორებს, ჩაგაბარებს და აუნაზღაური ნამუშევარიო. დავით ბესიონიჩი წავიდა. მე ვთქვი, ამას არაფერი უნდა აქვე გავასწორებ მეთქი. ქვათაძე კინაღამ გადაირია. ამათ წერა-კითხვა სანახევროდ იციან, მაგისი არაფერი გაიგებათ. ორ კვირაზე ადრე რომ მოიტანო, კაპიკს არ მოგცემენო. დაუჯერე, 2 კვირის შემდეგ მივიტანე ნამუშევარი. სტილისტიკასა და მართლწერაში დიდი პროფესორი არც ქვათაძე გახლდათ და როგორც ხელმძღვანელ მუშაკს ეკუთვნის, რიხიანად იკითხა, ხომ სწორად გააკეთეო? გავიღიმე. მაშინ მეცენატმა კვლავ ბესიონიჩს უხმო და კატეგორიულად უბრძანა. ეს სტამბაში წაიღე და ამ კაცს 3000 მანეთი მიეციო. დავაპირე მეთქვა, აბა მაგ 5 წუთის საქმეში 3000 მანეთი როგორ წავიღო მეთქი, მაგრამ ქვათაძემ დამასწრო. საბოლოო ანგარიშს რომ დაიბეჭდება, მაშინ გაუსწორებდო. დავით ბესიონიჩმა რა თქმა უნდა და 16 რიცხვისთვის დამიბარა ხელფასების გაცემის დღეს. ეს თანხა 3 თვეს შემინახავდა. დიდება შენ დაღმერთო. ბიჭო, ისევ გაუტიე. ქვათაძით დაიწყე და დავით ბესიონიჩში გადავარდი? დავით ბესიონიჩი მიშა ქვათაძის
დასახასიათებლად მჭირდება, ნუ მიშლი. ასე იყო. მივედი დანიშნულ დღეს. სალაროს სეიფი ბუღალტერიის დიდ ოთახში იდგა. ხალხი მუმლივით ეხვია, დავით ბესიონიჩი არსად ჩანდა. ოდრო ადგილი შევარჩიე. ეს სიმალია კოჩი ადვილი როდი იყო და ლოდინს ვითარების შესწავლას შეუდექი. მოლარეს აბდულა ერქვა, ძალიან დაკვირვებით საქმიანად მოქმედებდა და საერთოდ იქაურობაში ფრიად დაძაბული ატმოსფეროს უფევდა. ოღონდაც ფულის მიმღები თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იდებდა ჯიბეში. დანარჩენს, ესე იგი, უდიდეს ნაწილს ვიღაც კაცის პარკში ზდებდა. ეს ადამიანები მკვდარი სულები იყვნენ, ხოლო პარკიანი კაცი ქაფის ამკრეფი. პარკი შევათვალიერე, გამოტენილი იყო მკვდარი სულები გალაგდნენ. აბდულამ პოზიცია დატოვა. ბუღალტერია დაიცალა. დავით ბესიონიჩი არ გამოჩენილა. ორი კვირა ვიყო ყმანე, ამეღო თუ არა, კუთვნილ ნაჩუქარი თანხა და იმ ანდაზის თანახმად, რომელშიც ქურდის ცხონებულაო, მომდევნოთვის ორ რიცხვში ისევ დავით ბესიონიჩს მივაშურე. ნამეტანი მიჭირდა ბოშო. საჩოთირო შემთხვევებში იმერულ კილოს მიმართავდი ხოლმე. ამჯერად დავით ბესიონიჩმა მოწყვეტილი ვარსკვლავივით ჩამიქროლა. ახლა მოგიტანო. წამჩურჩულა და გაქრა. ასე გამეორდა შემდგომითვის ნახევარშიც და მომდევნოთვის დასაწყისში. დებიტორს უკვე წინასწარ მომზადებული გეგმით ვეწვიე. დავით ბესიონიჩმა რომ ჩამოიქროლა, პიჯაკის ღილში ვწუდი, განზე გავიყვანე. თვალით იმ კაცის ფულით გატანილ პარკზე მივანიშნე და ვუთხარი. აგერ, წაგართმევ, წავიღებ და შენმა თავის გახეთქვამ, მილიცია არ გამომიყვანო მეთქი. დავით ბესიონიჩმა ჯიბიდან 5 თუმნიანების თოქმა დასტა ამოიღო. რამდენიღაც მოაკლო, 3000 მანეთიაო, მომცა და თავის გზაზე გასწია. მეც გავწიე, მაგრამ მისულმა ფული რომ დავითვალე, 50 მანეთი აკლდა. შემდგომში, როცა იმავე დაწესებულებაში ზემოხსენებული საამქრო დავაარსეთ, დავით ბესიონიჩთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ზაფხულის ერთ საღამოს მთაწმინდაზე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდით. სიტყვა მოიტანა თუ როგორ იყო ვკითხე. ბესიონიჩი, თუ ძმა ხარ მითხარი. იმ 3000 მანეთში 5 თუმანი რატომ დამაგები? შემეშალაო არ მითხრა, არ დაგიჯერებ. ბესიონიჩი ქეიფიანად იყო. გულწრფელობა მძლია და განმიმართა. იმ დღეს 5 თუმანი ნაღდი შევიტანე ოჯახში. 5 თუმანი რომ შეიტანო, 10 უნდა იშოვნო. ეს ერთი. 2 თვე იყო ის ფული ჩემთან, ხო? 2 თვეში იმ ფულმა ფული მოიგო. კიდევ ეს 2 და ახლა ისიც უნდა იცოდე, სხვისი ფული შენ რომ გაქვს, ეცადე რაც შეიძლო მეტხანს გქონდეს. ბესიონიჩმა ტაფობში მობტყვიალი ქალაქისკენ გაიშვირა ხელი, ხომ ხედავ, რამხელა ქალაქია ეს ქალაქი. რამდენი რამე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, ნუ იჩქარებ მიცემას. რა იცი რა ხდება ხვალ? ჯერ განსვიფრებულმა უყურე თანამოსაუბრეს და გონს რომ მოვეგე, გულიანად გადავიხარხარე. ბესიონიჩმა თანაგრძნობითა თუ სინანულით მითხრა. შენ არასოდეს არ გექნება ფული. ასეთი ხალხით იყო გარშემორტყმული ნიშაქვათაზე. ასე ჰქონდა საქმე დაყენებული. გორაბატონო ბოდისვიხტი ძირითადი სათქმელიდან ესოდენ ვრცელი და ხანგრძლივი გადახვევისათვის, მაგრამ აი შენ თვითონ ასტყვი, ბესიონიჩის ამბავი რომ არ მიაბნა, კარგი იქნებოდა. არ იქნებოდა კარგი. მაშინ განვაგრძოთ. მიშაქვათაზემ შემდგომში შემომთავაზა ერთი კაი შემოსავლიანი საქმე. თუ გაქვს რაიმე მოგიდე ხელი, დასაბანდებელ ფულს მე გასესხებ და ყოველთვიური შემოსავლიდან ნელ-ნელა დამიბრუნებო. გამეხარდა. ქვათაძემ წილი მიყიდა. 25,000 გაიღო. ამხანაგიც ვიშოვნე, ვანო ცომაშვილი, რომელმაც თავისი წილი 25 შემოიტანა და საქმეც დაიძრა. ლითონის მხატვრული დამუშავების საამქრო დავაარსეთ. წარმოების გამართვას 3 თუ 4 თვე მოუნდა და პირველივე შემოსავლიდან ქვათაძის ვალის გასტუმრება დავიწყე. ვალი 6 თვეში გადავიხადე. ეხლა კი თავისუფლად ამოვისუნთქავ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ამ ქართული ანდაზის გენიალობაში სულ მალე დავწმუნდი. ზაფხულის ერთ საამურ და ალერსიან დილას საამქრო დალუქული დაგვიხვდა.
ცოტა ხანში სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის განყოფილების გამომძიებელი თანხმდები პირები თურთ მოგბრძანდა. რწმუნების საბუთები წარმოგიდგინა ყურებ ჩამოხრილ კომპანიონებს. ჩამოიხსნა ლუკი, დაიწყო მატერიალურ ფასეულობათა აღწერა. მუშების ლაზუნით შეუდგნენ მასალებისა და ნედლეულის ერთი ადგილიდან მეორეზე ტარებას. დანაკლისისა და მეტობის აღმოჩენის დაუოკებელ წყურვილს არც თვით გამომძიებელი ამჟღავნებდა. რაც მე და ჩემს კომპანიონს არ დაგვრჩენია შეუმჩნეველი, მაგრამ ძნელი დასადგენი იყო თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს. გამომძიებელმა მეორე დღეს თავად დაიწყო კონტაქტების ძებნა. რამდენიმე კაცი გვიხსენა, ამასა და ამას თუ იცნობთო. დასახელებულები ბავშვობიდანვე ჩემი ახლო ამხანაგები იყვნენ. ამ ფაქტმა იმედი ჩაგვისახა, რომ გამომძიებელთან საერთო ენის გამონახვა მოხერხდებოდა. მოხერხდა კიდეც და აი რა გამოირკვა. მიშა ქვათაძეს რაიონის მილიციის უფროსისთვის 30,000 მანეთი მიუცია. ჩემი დაწესებულების ესა და ესა ამკრო დაბომბე. ისინი მე მომაკითხავენ. გვიშველეო და ამ ვითომ და ხსნაში მათ 60 წავართმევ. მამაძაღს ფული აკვდა. მილიციის უფროსმა სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის განყოფილების უფროს მიანდო ოპერაციის ჩატარება და დავალებას 10,000 მიაყოლა. განყოფილების უფროსმა ამ ჩვენს გამომძიებელს არაფერი უწივლადა. გამომძიებელი მიხვდა, რომ უფროსები უმცროსის ხელით გლეჯდნენ ნარს და პირი ჩალაგამოვლებულს ტოვებდნენ. გამომძიებელმა მათი ასეთი საქციელი პროფესიული ეთიკის უხეშ დარღვევად მიიჩნია და შურისძიება განიზრახა, მაგრამ ვერ მოესაზრებინა რა გზას დასდგომოდა. ახალგაზრდა ვიყავი, მდიდარი ფანტაზია მქონდა და ხარი ხართან დააბიან ფერსიცვლის ან ზნესაო ნათქვამი რომ არის აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მიშა ქვათაძის ვირეშმაკობაზე ხელი მომეთბოდა ამასთან ერთად ჩემი ყოფილი მეცენატისთვის დამემტკიცებინა, რომ ავკაცობას ჭკუა კი არა, უნამოსობა უნდა. კაცი მყავდა. ეს ტერმინი საქმოსნების სამყაროში შეიქმნა. იგი უკიდურესად კონსპირირებულ მაღალი თანამდებობის მფარველს ნიშნავს და ასეთი ვაჟა სპირიდონიჩი თუ იაკობ სოლომონიჩი საქმოსანს ყოველთვის ჯამაგირზე ჰყავდა. საქმეს გააჩნია. დროდადრო ისინი მსხვილი საშორის წილშიც გახავდათ. ჩემი კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობ მნიშვნელოვანი ფუნქციონერი კი იყო, მაგრამ მე მასთან ამგვარი საქმეები არასოდეს მქონია. იმ კაცს საერთოდ უმწიკლო უანგარო პიროვნების სახელი ჰქონდა და არსებობდა საშიშროება ბავშვობის ძმა კაცს არამსტუდ დამეხმარებოდა, არამედ საქმის ყველა მონაწილესთან ერთად მიმცემდა პასუხისგებაში. საამქროში მუშებს ფურცლოვანი ალუმინი და კუთხოვანი ფოლადი აქეთ-იქით დაჰქონდათ. გამომძიებელი ცდილობდა შტაბეჭდილება მოეხდინა, რომ საქმეს უკიდურესი კეთილსინდისიერებით უძღვებოდა, ხოლო მე ჩემი პრობლემა მაწვალებდა, მივსულიყავი თუ არა იმ კაცთან. მიშა ქვათაძე სიცოცხლის ნიშანსაც კი არ ამჟღავნებდა, არათუ ჩემთვის და ჩემი ამხანაგისთვის ფული მოეთხოვა. ჩასაფრებული იყო თავისი ფეხით მოვლენო. საამქროში პრაქტიკულად არც დანაკლისი იყო, არც მეტობა, მაგრამ აღწერის ოქმში ერთიცა და მეორეც დიდი რაოდენობისა ჩაიწერა. ასეთ საბუთსა და მასთან ერთად მიშა ქვათაძესთან მუხლის ჩოქით მიუსვლელობას ადვილის შესაძლებელი იყო კომპანიონები ჯერ ქალაქის მილიციის საპატიმროში, მერე ორთაჭალის საგამოძიებო ციხეში მივეყვანეთ. დრო არ ითმენდა, წინწყალი უკან მეწყერიო. სწორედ ასეთი იყო ვითარება და მე შესაძლო მეწყერი ვარჩიე, ჩემ კაცთან მივედი. კაცი ამგვარ საქმეებშიც გულისხმიერი აღმოჩნდა. ყურადღებით მომისმინა და ჩემი აღსარება რომ დავასრულე, იმდენი იცინა, ვინმე სეცკირა შეშინდებოდა. ნაკერავებზე არ გაირღვესო. ფუნქციონერი როგორც იქნა დამშვიდდა, ცოტა ხანს იფიქრა და თქვა. ძალიან იჭიერი კაცი ეგ მამაძაღლი ქვათაძე. ისეთი რაოენი იქნება, მაგან რომ არ მოიგონოს. არაფერია ეშველება მაგ საქმესო. ჩემმა კაცმა შემდგომი მოქმედების გეგმა კი არ დამისახა, დამასწავლა. მეორე საღამოს მიშა ქვათაძე უკვე მისმა კაცმა დაიბარა და აცნობა, რომ მავანი ფუნქციონერისთვის მილიციის უფროსთან ჩალაგებული ხრიკი ცნობილია. საქმის აღძრას აპირებს. მაგა შენთან ვიღაც კარგარეთელი რომ მუშაობს, იმის მეტი ვერავინ მიუდგება. ზომები მიიღეო. ქვათაძემ ბევრი იფიქრა და დამიბარა და გამომკითხა. მავან კაცს საიდან და რამდენად იცნობ?
მე აქედან და ამდენად მეთქი. ისე უთხარი, როგორც ჩემმა კაცმა დამასწავლა. მაშინ ქვათაძემ თხოვა, მიმეგზავნე, თავად იცის, რაზეც ველაპარაკებიო. მივეგზავნე, დავბრუნდი, 100,000 თხოვლობს მეთქი. მოაკლო მიშა ქვათაძემ, რომელიღაც ნაკლულ 1,100,000. ფინალი ასეთი იყო. შინ ვესტუმრე მიშა ქვათაძეს. ვისაუბრეთ, თითო ჭიქაღვინო დავლიეთ, წამოსვლისას 15,000 დაუდე. რა არის გორა ეს? შენი 100,000-ის ნარჩენია. შემეძლო არ მომეცა, მაგრამ მადლს გადახდა უნდა. ხელი გამიმართე და გეკუთვნის. ჩემი 100,000-ის? დიახ, აქედან 30 გამომძიებელს მივეცი. ინფორმაციაში ეკუთვნოდა. 25 მემერგება. ჩემი წილის ღირებულებად ვიტოვებ. საქმიდან გავდივარ. დანარჩენი მჭირდება, სანამ სხვა საქმეს დავიწყებდე. შენ ჩემთვის გაუგებარი კაცი ხარ. სიკეთე მიქენი? გაუგებარი იყო. ბოროტება დამიპირე? ესაც გაუგებარია. რა ასე გაგიჭირდა? ბედნიერად. წასვლა დავაპირე, ქვათაძემ შემაჩერა და მითხრა. ბანაკში შეძენილი პრინციპებით ვერ იცხოვრებ აქ. უანგარო, წმინდა და პატიოსანი აღარა არაფერი. ეს რომ არ ვიცოდი, მეორე 4 წელიწადი მაგისტრის ვიჯექი სწორედ. იმუშავე ჩემთან. ნიჭიერი კაცები მჭირდებაო. გრძლად კი გამომივიდა, მაგრამ საკითხავია ასეთი გარემოცვა საქართველოში ჩემს დარჩენას ხელს შეუწყობდა. წამოვედი ქვათაძისგან. ფული კარგად ბლომად დამრჩა, მაგრამ რამდენ ხანს გამყვებოდა. ერთი რამეც იყო, სულ ვითვალთვალებდა ეგრეთ წოდებული ორგანოები. რამდენჯერ შემინიშნავს, ამეკიდებოდა ვიღაც მამაძაღლი, დამდებდა, ნეტავი რისი იმედი ჰქონდა, დამივარდებოდა რამე და აიღებდა თუ? ესაც ნუ იქნება დაუსწრებელზე ვიყავი, მაგრამ ინსტიტუტში ჩემი გამოჩენა იყო და საიდან როგორ სპეცნაწილის უფროსი დამიძახებდა ხოლმე. არ მივსულიყავი, არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. დამიწყებდა გამოკითხვას, დაუსწრებელზე რატომ ვარ, საზღვარგარეთ ვინ მყავს, რისთვის ვიჯექი, რეაბილიტირებული რატომ ვარ, ვინ არიან ჩემი ამხანაგ მეგობრები, რატომ დროისი მონაკვეთში არ დავამთავრე, რაც სრული კურსის გავლასა და დიპლომის დაცვას სჭირდებოდა და სხვა ასეთები.